ცხინველი ადმინისტრაციულ საზღვარზე 5 დღით მოქალაქეთა გადაადგილებას კრძალავს. ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმის გადაწყვეტილებით 5 დღით საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვარზე მოქალაქეები გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ. დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურის ცნობით უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით, რაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მემორიალურ ღონისძიებებს უკავშირდება, 6 აგვისტოდან ადმინისტრაციული საზღვრის გამარტივებულ მონაკვეთებზე მოქალაქეების გადასვლა წყდება. აკრძალვა 11 აგვისტოდან ხდება. აგებულია მავთულხლართები, აგებულია ბარიერები იმისათვის, რომ ადამიანების მიმოსვლას შეეშალოს ხელი. ამითი გასაკვირველია ილახება ადამიანის უფლებები, ფუნდამენტური უფლებები, მათი თავისუფლება, კიდევ ბევრი რამ სამედიცინო დახმარებაზე წვდომა, სწავლის უფლება და ასე შემდეგ. ეს არის თემები, რომელზეც კონსულტაციები გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან. მუდმივად არის ეს ჟენევის მოლაპარაკებების თემა, თანათავმჯდომარეები ინფორმირებულები არიან ამის შესახებ და ჩვენ ყველანაირად გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, რომელიც გაგვაჩნია საერთაშორისოს იმისათვის, რომ შევაბსუბუქოთ ადამიანების ცხოვრება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. დღესავით ნათელი რომ ეს არის სწორედ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ პუტინის ფეხქვეშ გაგებით, საქართველოს სუვერენიტეტის განიავებით, რუსეთის გავლენას სფეროს აღიარებით, რითიც დღეს არის დაკავებული საქართველოში ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმი, საქართველოს არათუ ვერ მოაგვარებს ვერც ერთ პრობლემას, არამედ გაიჩენს კიდევ ბევრ ძალიან სახიფათო პრობლემას. არაფერი კონკრეტული შედეგის მომტანიდან, რაიმე განსაკუთრებული ზომების და უსაფრთხოების გამტკიცების ხელშემწყობი ეს არ არის. ეს არის დამკვიდრებული ძალიან ცუდი პრაქტიკა, დაძაბულობის შექმნის, დაძაბულობის განცდის შექმნის მცდელობა. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად, პრაგმატულად, ცივი გონებით უნდა შევხედოთ, ვინაიდან ამ ტიპის პროვოკაციების არ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის ჩათრევა დიდ უფრო კონფრონტაციაში. ეს არის რუსეთის გადაწყვეტილება, ცხადია, ეს არ არის ადგილობრივი დე-ფაქტო ადგილზე მყოფი ხელისუფლების გადაწყვეტილება. როგორც ჩანს, რუსებმა ჩათვალეს, რომ საჭირო არის ამ დღეებში ასეთი ზომების მიღება. ეს არ არის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი არის ჩვენი მთავრობის პოზიცია რა არის ხოლმე ასეთ საკითხებთან მიმართებაში. ჩვენი მთავრობა აკეთებს ხოლმე ძალიან ზოგად კომენტარებს, რომ რაღაც ეს არ არის ტრაგედია, ეს არ დაწყებულა დღეს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ცხადია, ესეთ ტიპის ქმედებებზე, რომელიც ხორციელდება დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ადგილზე, ჩვენ მთავრობას უნდა ქონდეს გაცილებით უფრო მკაცრი რეაქცია. მას აქვს დროებითი ხასიათი და თვლით რომ მას თუ შევხედავთ უფრო ადამიანის უფლებები და გამომდინარე და იმ პოზიციიდან რომ თუ არ გვექნება ამაზე თუ მოვახერხებთ რომ ეს თანამშრომლობის რეჟიმში გადავიყვანოთ, რამოდენიმე დღეში გაიხსნება ეს გამშვები პუნქტები და განახდება როგორც მოსახლეობის გაშვება, ისე პროექტების გატარება.